როცა იერუსალიმს მიუახლოვდნენ და ბეთბაგეში მივიდნენ ზეთისხილის მთასთან, მაშინ იესომ გაგზავნა ორი მოწაფე. უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინაა, და მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს ჩოჩორთან ერთად. ახსენით და მომიყვანეთ. თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით, უფალს სჭირდება თქო და მაშინვე გამოგატანთ მათ. ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: უთხარით სიონის ასულს, აჰა შენი მეფე შენთან მოდის, მშვიდი, მჯდომი ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე. მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა. მოჰგვარეს მას ვირი და ჩოჩორი, დაუფინეს ზედთავიანთი სამოსლები და დაჯდა მათზე. დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე, სხვები კი ხეებიდან რტოებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ, ხოლო ხალხი წინ რომ უძღოდა და უკან მისდევდა, შესძახოდა. როცა ის შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა და ამბობდნენ: ეს ვინ არის? ხალხი კი ამბობდა: ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან. შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო. გადააყირავა მეკერმეთა ტაბლები და მყრედების გამყიდველთა სკამები. უთხრა მათ: დაწერილია, ჩემი სახლის სამლოცველო სახლად იწოდება. თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად გიქცევიათ იქ. მივიდნენ მასთან ტაძარში ბრმები და კოჭლები და მან განკურნა ისინი. როცა მღვდელმთავრებმა და წიგნობრებმა დაინახეს სასწაული, რომელიც მან მოახდინა, და ბავშვები, რომელნიც ტაძარში იძახდნენ და აბობდნენ: გული მოუვიდათ. უთხრეს მას: თუ გესმის, რას ამბობენ ისინი? იესომ კი უთხრა მათ: ნუ თუ არასოდეს წაგიკითხავთ, ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაემკვიდრე ბუდება. დატოვა ისინი. გავიდა ქალაქიდან ბეთანიაში და ღამე იქ გაათია. განთიადისას ქალაქში რომ ბრუნდებოდა, მოშივდა. გზაზე ერთი ლეღვი დაინახა. მივიდა ახლოს და ვერაფერი იპოვა ზედ, გარდა ფოთლებისა და უთხრა მას: ნუ ღარას დროს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე. და მყისვე გახმა ლეღვი. დაინახეს ეს მოწაფეებმა, გაუკვირდათ და თქვეს: რა უცბად გახმა ეს ლეღვი? მიუგო მათ იესომ პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დაემართა. არამედ ამ თასაც რომ უთხრათ აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ასე მოხდება. ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ.